ქართლის გუბერნატორი წალკის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა რამდენიმე წუთში ქრონიკაში. NDS კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 66% სასწრაფო დახმარების მუშაობით კმაყოფილია. საღამოშვიდობისა თქვენ უყურებთ ქრონიკას ხრის ნახევარზე, ახალ ამბებს სოფო ცერცვაძე გაგაცნობთ. ქვემო ქართლის გუბერნატორი პატა ხიზანაშვილი წალკის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა მხარის პირველი პირი მოადგილესთან კახაბერ გუგეშეშვილთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ გამართულ შეხვედრას დაესწრო. მხარებმა ერთ შორის ურთიერთობები განიხილეს, ხელმძღვანელმა პირებმა ერთ-ერთი ეკომიგრანტის ოჯახიც მოინახულეს, თამთაც ირამოაგი ამბობთ. ეთნიკურ უმცირესობებთან თანაცხოვრება და საზოგადოებაში ინტეგრაცია. ეს ის ძირითადი თემები იყო, რომელზეც წალკის მუნიციპალიტეტში ევროპის საბჭოს ადგილობრივი დემოკრატიის კვირეულის ფარგლებში იმსჯელეს. შეხვედრას მხარისა და ადგილობრივ ხელმძღვანელ პირებთან ერთად წალკაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარებმა საკითხის ირგვლივ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხები განიხილეს. ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელიც ადგილობრივი წალკის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ეთნიკურ თემებს აქვთ და მათ ჰქონდათ საშუალება დაესვათ შეკითხვები როგორც რეგიონის გუბერნატორისთვის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის და გამოინახათ გარკვეული პრობლემების საერთო გადაჭრის გზები. მოსახლეობას განემარტათ, რომ ეს იმის გამო არის, რომ ეს ჩვენ ევროპაში ესე ერთობლივად ჩვენ ყველა მაცხოვრებელი წალკის რაიონში ეროვნული უმცირესობა ყველანი ერთად უნდა შევიდეთ ევროპაში. ანთაძეების ოჯახი ბერძნების საკუთრებაში არსებულ სახლში უკვე 8 წელია ცხოვრობს. ხულოდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტი ამბობს, რომ სახლსაც და ბერძნების საკუთრებაში არსებულ მცირე მიწის ფართს საკუთარივით უვლის. მხარისა და ადგილობრივმა ხელმძღვანელმა პირებმა წალკაში ვიზიტის ფარგლებში ანთაძეების ოჯახიც მოინახულეს და 6 სულიანი ოჯახის მაგალითზე ერებს შორის მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სახლის პატრონი არის ბერძენი, რომელსაც თხოვდა შემოსახლა, თვითონ ცხოვრობს რუსეთის ტერიტორიაზე. გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, ყოველწლიურად ჩამოდიან სახლს ვუვლით ჩვენ და თან ცხოვრობთ აქ და არაფერი სხვა პრობლემა არ აქვს. პატრონად იცის და ამყარებს თავისი სიყვარული, თავისი დიდკაცობით, ამყარებს სწორედ იმ ახალ სტანდარტს, რომელიც არის ურთიერთობები, როგორც არის სიყვარული. და აი ამ სიყვარულს შეუძლია, რომ აბსოლუტურად ყოველგვარი მითი, რასაც ქვია, ერთაშორის რაღაცა შუღლის ჩამოგდება, ერთაშორის რაღაცა დაპირისპირება, ამ სულ ყველაფერს აცამტვერებს. თემის ირგვლივ მულტიკულტურული საზოგადოება შეხვედრების გამართვა მომავალშიც იგეგმება. ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაცია ეთნიკურ უმცირესობებს შორის ურთიერთობებზე საუბარს კიდევ ბოლნისში, მარნეულში, გარდაბანსა და რუსთავში გეგმავს. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 66% სასწრაფო დახმარების მუშაობით კმაყოფილია. NDS კვლევის მიხედვით სასწრაფო დახმარების მუშაობით უკმაყოფილო გამოკითხულთა მხოლოდ 5%-ია. რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი პატა ბაჩილავა მოსახლეობის დობის ზრდას ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმებით ხსნის. მისი თქმით, ბოლო წლებში 100%-ით განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი. მოხდა პერსონალის გადამზადება და კვალიფიცირება. ხალისების მიზნით კი სასწრაფო დახმარების ექიმების ანაზღაურება გასულ წელს 30%-ით გაიზარდა. რაც შეეხება რუსთავს ჩვენს ქალაქს რამდენიმე თვის წინ სასწრაფო დახმარების კიდევ ერთი ბრიგადა დაემატა. ბაჩილავა ამბობს, რომ ამ ფაქტმა გამოძახებებზე დაგვიანების შემთხვევები მკვეთრად შეამცირა. 2012 წლიდან აქტიურად დაიწყო სახელმწიფომ ავტოპარკის განახლება, რაც სრულად დამთავრდა. ქალაქ რუსთავს დაემატა ერთი სამუშაო ბრიგადა, რამაც შეამცირა დრო გამოძახებიდან სასწრაფო ექიმის პაციენტამდე მისვლამდე. 2015 წლის იანვრიდან მოხდა 30%-იანი სახელფასო თანამატი, ასევე აზრდაფასიანი შეულებები. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგაობაში პროექტ ეკომიგრანტები და პოტენციური ეკომიგრანტების ოჯახების ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე პროექტის მიზნებსა და განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პროექტის მთავარ მიზანს ეკომიგრანტებისა და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების სამართლებრივი და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა წარმოადგენს.
ქაოტური მდგომარეობა, რომელიც ეხება ეკომიგრანტთა გადაწყებული სამართლიანი სტატუსიდან მათი მძიმე სოციალური პირობებით დამთავრებული. Ქონდა ინფორმაციული შეხვედრა წარმომადგენლებთან, მივიღეთ კონკრეტული დეტალური ინფორმაცია მათი მდგომარეობის, პრობლემებისა და გარემოებების შესახებ და აღნიშნული ინფორმაცია საბოლოო ჯამში მოხვდება ჩვენ საერთო ანგარიშში. სასწავლო პროცესი ბოლნისის ნომერ 6 და სოფელ ქვეშის ბაგაბაღების აღსაზრდელებმა განახლებულ გარემოში დაიწყეს. რეგიონული განვითარების ფონდიდან წელს მუნიციპალიტეტის 4 ბაღის სრული რეაბილიტაცია დაფინანსდა. ბაღებში შეიცვალა სახურავი, იატაკი, კარფანჯარა, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა და კეთილმოეწყო ეზოს შიდა პერიმეტრი. ახლად გარემონტებული ბაღები ახალი ავეჯი დაღეჭურვა. რეაბილიტირებული დაწესებულებები ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა პირველ მოადგილესთან ერთად მოინახულა. შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში 12 ბაგაბაღი ფუნქციონირებს. მთავარი მშობლები არიან კმაყოფილები. თვითონ ბაღის კოლექტივი ძალიან გახარებულია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ჩვენი ბაღი უნდა იყოს ამ კონდიციაში უახლოეს პერიოდში. აქ შეჩერებული სასწავლო აღმსარებლობითი პროცესი, ძალიან ლამაზი შენობებია რემონტის შემდეგ, ძალიან სახალისო ფერებში, ბევრი ახალი ავეჯია შემოსული. შარტავასა და მეგობრობის გამზირზე გარე განათება გამორთულია. ქრონიკამ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია IP უზრუნველყოფის სამსახურში გადაამოწმა, რომელიც ქალაქში განათების სისტემაზეა პასუხისმგებელი. სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა კუპატაძე აცხადებს, რომ საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს. პასუხისმგებლობას კი ენერგოპრო ჯორჯიას აკისრებს. ენერგოპრო ჯორჯიაში კი აცხადებენ, რომ ქალაქში გარე განათების გამართულობაზე კომპანია პასუხისმგებელი არ არის. გათიშული იყო საერთოდ გასადგური. პროჯექტიდან იყო გათიშული და ეხლა გავიდნენ ჩემები და გადაამოწმე ყველაფერს და ჩართავენ რა. ანუ ენერგოპროსგან იყო გათიშული? ენერგოპროდან იყო გათიშული. ეს გარე განათება ჩვენ არ გვეხება, მაგრამ გადავამოწმოთ, ვიდრე გარე განათება ჩვენი არ არის, მე ის არის. ახლა კი გაგაცნობთ განცხადებას. ქსელისარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 ოქტომბერს 13 საათიდან 14 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდება ენერგოპრო ჯორჯიას 1163 აბონენტს რუსთავში. კერძოდ ლომოურის ქუჩას, ლომოურის ქუჩაზე არსებულ ობიექტებს, კერძო ბინებს, კლინიკა რუსთავს, თოდრის მეორე და მესამე ჩიხებს. 12 საათიდან 13 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდება რუსთავის ავტობაზრობას. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი. ნათქვამია ენერგოპრო ჯორჯიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. რუსთაველი ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეები ბათუმიდან დაბრუნდნენ ადგილზე მსოფლიო ხუთჭედის ფედერაციამ დავით ბედიანიძის სახელობის საერთაშორისო ჩემპიონატი ჩაატარა. რუსთაველმა სპორტსმენებმა 2 საპრიზო მეორე და მესამე ადგილების მოპოვება შეძლეს. ტურნირი 1999-2000-2001 წლებში ჩატარებულ ჭაბუკთა შორის გაიმართა. ჩემპიონატზე საქართველოს გარდა რუსეთმა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა იასპარეზა. მონაწილეობა მიიღეთ 7 კაცის შემადგენლობით. აქედან დავიკავეთ 2 საპრიზო ადგილი. მეორე ადგილი დაიკავა ბილი მოლოდინაშვილმა, მესამე ადგილი ბექა გურულმა. ფინალურ შეხვედრაში ჰქონდა ძალზე დაძაბული ოზურგეთელთან ბილი მოლოდინაშვილს სამწუხაროდ დამარცხდა. სირიის არმია ქალაქ ალეპოში მასშტაბური ოპერაციისთვის ემზადება. სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას ათასობით ირანელი სამხედრო და ლიბანური მოძრაობა ჰეზბოლას ელიტური ქვედანაყოფები მიიღებენ. საჰაერო მხარდაჭერას კი რუსული ავიაცია უზრუნველყოფს. ამჟამად სირიაში სამხედრო ოპერაციისთვის მასშტაბური მზადება მიმდინარეობს, დაწყებულია ჯარის მობილიზაცია. ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით პოლიციას უფლება ექნება აღმოსავლეთ იერუსალიმის ზოგიერთი რაიონი დაბლოკოს. ოფიციალურმა თელ-ავივმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში პალესტინელთა მონაწილეობით თავდასხმების სერია განხორციელდა. ისრაელის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ თავდასხმებში მონაწილე პალესტინელთა საცხოვრებელ სახლებს დაანგრევენ და იერუსალიმში ცხოვრების უფლებას ჩამოართმევენ. გუშინ რამდენიმე თავდასხმის შედეგად 3 ებრაელი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ჟურნალი Playboy ეროტიკულ ფოტოებს აღარ დაბეჭდავს. ეს გადაწყვეტილება გამოცემის დამფუძნებელმა მიიღო. ჟურნალის განახლებული ვერსია 2016 წლის მარტში გამოვა. შედეგად მკითხველთა საშუალო ასაკი 47-დან 30-მდე შემცირდა. საიტის მნახველთა რაოდენობა კი 4-ჯერ გაიზარდა. ჟურნალი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1953 წლიდან გამოიცემა. თვითმფრინავში 9000 მეტრის სიმაღლეზე ქალს მშობიარობა დაიწყო. სწორედ ამის გამო პილოტი იძულებული გახდა თვითმფრინავი მოულოდნელად ალიასკის ერთ-ერთ ქალაქის აეროპორტში დაესვა. როგორც ცნობილია, ქალბატონმა პატარა გოგონა ერთი კვირით ადრე გააჩინა, ეს შემთხვევა კი ერთ-ერთმა მგზავრმა მობილურით გადაიღო. კანონმდებლობით პატარას მოქალაქეობა დამოკიდებულია მისი დაბადების ადგილზე. მართალია ის ჩინეთის ავიახაზების თვითმფრინავში იმყოფებოდა, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დაიბადა. გამოშვების ბოლოს ტრადიციულად ამინდის პროგნოზს გავეცნოთ და გავიგოთ, როგორი ამინდი იქნება ხვალ ჩვენს რეგიონში. წალკაში დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით 8 გრადუსი, თეთრწყარო +13 დღისით 7 გრადუსი ფიქსირდება ღამით. თბილისში +14 გრადუსამდე გათბება დღეს, 7 იქნება ღამით, ბოლნისში +16 გრადუსი სითბო იქნება დღისით 11 ღამით, მარნეული +16 დღე, 11 ღამით. თბილისში 16 გრადუსი იქნება დღისით 11 ღამით. გარდაბაში +18 გრადუსი ფიქსირდება დღისით 13 იქნება ღამით. რუსთავში ასევე 18 დღისით 13 გრადუსი ღამით. ქრონიკა ამ ინფორმაციებით დასრულებულია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.